ესე იგი, მე მგონი ლაივში ვარ. დაგათვალიერებთ მეგობრებო, რა ხდება ფესტივალზე, გაინტერესებთ სიღნაღში? საიდან დავიწყო? მოკლედ დავიწყოთ აქედან. ხორბლის არაყი, ასევე ჭაჭა, ასევე ხორბლის არაყის სამეფო, რომელიც დამზადებულია, რა თქმა უნდა, საქართველოში, დიდგორის ველი. აქეთ, რა თქმა უნდა, გურიელი. პრინციპში თვითონაც ხედავთ. Facebook-ში ვარ, ლაივი ჩავრთე და. ხოდა, აქეთ დუღლაძე, ღვინოები, ცოცხლეთ კოსტუმები ყავდათ. აქეთ საირმე, წყალი, წყაროს წყალი, ცივი წყალი. აქეთ დურუჯიველი. ხედავთ რა ამბავია, მაინც ერთ სურათს გადავიღო. ეს არის ყველა საინტერესო კადრი. რომელიც უნდა დარჩეს ისტორიას. კვლავყოფილი ხალხით წავიდა. აქეთ ქალაქური თავისი ბურბუშელებით, ტყილებით და ასე შემდეგ წველი სტუმრებითაც. აქაც სურათი გადავიღოთ. აქეთ ფუტკარა, აფლი და ფუტკრის პროდუქტები. ყველა ვიცით. აქეთ ბადაგი. გული წაგივა ისეთი ვიზუალი აქვს ამას. აქეთ ნახატები. მედია ჩანს კარგად კიდევ ვარ, მაგრამ აქეთ ღვინო, საფერავი, კომპანია ცინცაძის მარანი. ლაივში ვარ. აქეთ ხედავთ ხო? აღეძის წყლები. ხამწამს არა, მაგრამ ცოტა ხნის წინ აქ ხალხი იყო, არ ვიცი, ვერ გაიგე. აქ ტრადიციულად თოლიასთან. ხედავთ ხო რა ამბავია? მოკლედ ბევრი ბავშვები არიან. აქეთ ყავა ჩერი. ყავა ქართული, რა თქმა უნდა. აი ეს ფოტოშორის ესეთებიც არის ქართული. აქეთ ძალიან გემრიელობები. აქეთ ხალხი. მოდი მე უკან დავბრუნდებ. იქ დამჭა რამოდენიმე კომპანია. ამათ აშკარად არაყი ისე მოეწონათ, რომ ვერ შორდებიან. აქეთ ლომთაძეების მარანი თავისი ღვინოებით. აქეთ ასორტი გემრიელობებით. Facebook-ზე გვართ ლაივი, ვაცნობთ ხალხს აქ რა ხდება. აქეთ არ დაგანახებთ რა არის. გაიცალა ყველაფერი, გაიყიდა და აღარ დაჩა არაფერი. აქეთ ღვინო და ილუსტრატორები. ელიანი ველი. ეს არის რაც არის. ბუმი რო გამოიწვია. ჯერ სადაა კიდე. აი ეს. აქეთ უკვე ტრადიციული რაღაცეები. Да, конечно. აი აქეთ უკვე კიდე ხელნაკეთები. რომელსაც თავისი ხალხი ყავს. აქეთ რა ამბავია შეხედეთ. სავსეა ბაღი. აქეთ მინის ნაკეთობები. ქეთი მეკერიშვილი, ხატრული მინის დიზაინერი. აქეთ თექის ნაკეთობები. ხო,
და აქეთ კერამიკა ქართული წარმოების ის ჩემი შვილი არ შეგეშინდეთ ცა როგორ ჩანს აი ეს ჯობი აქეთაც გავიხედოთ აქეთ უკვე სულ ხელნაკეთი თავისი სტუმრებით სურათიც გადავიღოთ ასე გავიარეთ ცოტათი ასე რომ ბატონობა და ვიდეო ვერ ავტვირთე, მაგრამ ყველაზე ნაღდი ვიდეო ეს არის. აქეთ თიხის ნამუშევრები 26 ადამიანი უკვე საქმეა. გააზიარეთ მეგობრებო, ეს ვიდეო დავდეთ ცოტა ხანში და ყველა შეძლებს ნახოს. ვიდეო ოპერატორი მე არა ვარ, მაგრამ რაღაცა გამოდის მე მგონი. წარმოდგენას მაინც შეიქმნით რა არის აქ. ეს არის არტ-კოს ორგანიზებული ღონისძიება გურმან ფესტი 2017 რომელზედაც ძალიან ბევრი წარმოებელი ძალიან ბევრი სტუმარი მათ შორის ქართველებიც უცხოელებიც მოდიან ტალღებად აი ხ მაგალითად რო გაიხედოთ აი რა ხალხია ეს ამ მომენტში ცოტა ხალხი ქვია ამას. ეცაც უკან უნდა გენახათ რა ამბავი იყო აქ. სხვადასხვა თოლიას ნაყინი ორჯერ გათავდა თუ სწორად მახსოვს. ახლები დაამატეს მე. წარმომიდგენი ახლა რას ფიქრობთ გააჩერე კადრი ერთი მაინც დაგვანახე წესიერეთ ხო ასეა ვიღაცამ კომენტარი დამიწერეთ რა უკნა აი გავაჩერე მაგერ კადრს დაათვალიერეთ მუსიკა გესმით ალბათ ხო ვინმე დამიდასტურეთ ჩემი ხმა საერთოდ ისმის ეს ფოტოშორის სიღნაღში ცენტრალურ მოედანზე არის ტირი. მე ამის დრო არა მაგრამ ცადა მაგრამ აი ცეცხლად ხო ხალხი არ მოგლებია. კარგია ისმის ესე იგი ხმა. აქეთაც ცეცხლად ხო სადება ზოლებისთვის. ეს დათოა ილურის ეს ოპერეშენ. აქეთ ახლა გიხედავთ რაც არის ბოლომდე ეგ არის სხვათა შორის ბავშვებისთვისაც ატრაქციონებმა იმუშავა სრული დატვირთვით. მოკლედ, დიდი არ არის ახლა ეს ფესტივალი, მაგრამ ამ სიტუაციისთვის არის შვენიერი. დიდი მადლობა ყველა მაყურებელს ამ მომენტში 20 ადამიანს. მეტი რა გითხრათ? ვიყიდოთ ქართული.